გამარჯობათ მეგობრებო. დღეს ისევ სიონში ვართ მე და ტურნიკე. ოღონდ უკვე წინა სატურნირო ვარჯიში ჩავატარეთ, ხვალ უკვე ვატარებთ უკვე ტურნირს სიონში ფიდერით მეგობრებო. ეხლა მეგობრებო წავივართ ძალიან მაგარი ვარჯიში გამოგვივიდა 2 საათიანი ვარჯიში იყო და 100 ცალი მე დავიჭირე 100 თევზი მე დავიჭირე მეგობრებო და გამომივიდა 3 და 600. ეხლა მოვედით სასტუმროში ვართ ეხლა ბიჭები. ცოტა დავისვენებთ, ცოტა დავვლებთ, ფინანსაც უყურებთ ფეხბურთის და სადაროსაც ავაწყობთ მეგობრებო, სანამ დავლებთ. ხო და მეორე დღეს ჩაგვერთვებით უკვე, რა თქმა უნდა, მაგარი ვიდეოთი. ოპერატორად მეყოლება ჯავახა, მადლობა ჯავახას, რომ გვერდში მიდგას და ყურადღება გამოიჩინა. მადლობა ჯავახა, აი კაცი ხარცმაო, განახაროს ღმერთმა. არ დამივიწყა, დამირეკა, თვითონ შემომთავაზა და მაგარი კაცი ხარცმაო, მადლობა. დანარჩენს შემოგიერთებით მეგობრებო. ნიკა გამარჯობა, რა სიტყვი. როგორი იყო ვარჯიში? მაგარი. ეკმა ყოფილი. კი, მეც. ეხლა, რე ნიკოლოზი ევადება, თევზი უნდა შეწვას, წვადი უნდა შეწვას, რაღაცა გააკეთოს, დაგვაპუროს. აბა, მარტო მე ხო? ეხლა დადგებ დამეხმარებით ყველა. კი, ოჭველი. გავიდით მეგობრებო და უკვე შემოგიხმიანებით ნელ-ნელა სიონში ვართ ეხლა, მეგობრებო, სასტუმროში. ეხლა ეს თევზი უნდა შევწვათ მეგობრებო, გავასუფთავოთ და შევწვათ. საღამოს. როგორც ეხლა მეგობრებო, ჩვენ თევზს ვასუფთავებთ. ნიკოლოზი ყავს საჭრის, მოვდაგებ, სამჭირის ჩამოვლებ. აი თუ გავატარებთ. ყველაფერს გადავიღებ ეს დეტალებში, როგორც გთხოვით. ეხლა აღარ მოგაწყეთ მეგობრებო თავს, ხანში კიდევ შემოგიხსნებით. მეგობრებო ხო კი რა? პატარა ზომის არის. მოგიშინია? ვა, ნახე ატიპია თო. ეს ჩვენი ხვლიკი როგორც იცი მეგობრებო, ხვლიკის სახეობაა ჩვენი, ხო ბატონო? უფეხო ხვლიკი. ეს ფოტოს გადაიღე. მოდი გავუშვით მეგობრებო, თორე ცოდო. წავეხსაგე. აქ ვიღაცა დაბრიდავს ახლა შეეშინდება. ხო, კი, გავუშვით ცელი იყო. დაიცა ერთი ფოტოც მინდა და всё. ეს ხეიბანი რატოა? ვემზადებით მეგობრებო, ფეხბურთს რო უყუროთ 11 საათზე ფინალს. თვითონ იმაზე დაატრიალე. ერთი და ანუ ერთნაირად რო წახვიდე და ეგა. მოდი ხედე ერთ წავს. კაცი რა კაცი. კაცი რა ვიღება, რასქენი და. იხდება. ჩავთავ ვიდეოში. გადაუღე, ყველას გადაუღე კაც, აჰა. აქ ვსვავთ, აქ ვჭამთ, აქ ვიძინებთ და აბა ჩვენ თუ არ გავაკეთეთ, სხვა ვინ გააკეთებს. ეხლა ველოდებით მეგობრებო 80 ლიტრა ლუდს. რას ელოდები? ლუდს 80 ლიტრა ლუდი მოვა ეხლა. ეს მოთელვებია 3 ბოთლი. ეხლა მალე ეხლა უკვე მალე ყადი შეიწვა მეგობრებო თევზით. ბიჭებიც მოვლენ და ძალიან მაგარ დროს გავატარებთ. დოზირებულად რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხვალ ტურნირი გვაქვს სიცხეში ძალიან გავიყიდება და დოზირებულად დავლებთ. აი იქით. ლუდები მეგობრებო, არ იცლება.
წაიხა 80 ლიტრაა მეგობრებო წავედით ახლა მაცივარ შევინახოთ საკმაოში რა გვაქვს არაფერი თეუსია აი ეს თეუსი აი ჩამოვდო და საკმაური გავა აი მეგობრებო ვისაც გაინტერესებდა ზარკალა ვინ არის აგე კაცი ქმნის აი ესეთ სამაგარ საკვებურებს ზარკალას მოაბანო იმდენად ცოტა არის მეც არა აი სადავებს აწყობს ზარკალა 13-ით 16 ნომრებით და მეორე გვაქვს 14. ხებზადება სანამ დავლევთ ახლო დისტანციაზე სწრაფ ჭერის დროს 6 მეტრს ხმარობ და თუ შორს მომიწია თევზაობა, თქვა 3-4 ჭით, სადაც ეძებ შამაია სიტყვა თუ არ დგას ახლოში, მე უკვე 14 ნომერი და 3-4 ჭით. აი ჩევაც მოგცა მეგობრებო. მოდის და ახლოში დგას და თქვა წვილიც არის შამაია 6 მეტრები. თუ ძებნა გიწევს და უჭირს რა, შორს თუ გიწევს, და მაშინ 14 თევზაობა. აი გაითვალისწინეთ მეგობრებო, კაი მაგარ ჩევას გვაძლევს. სამჯერ შემთხვევით. თავდაბალი კაცია მეგობრებო, მათე ჩემპიონია ზარკალა. ჯარიკა არის ბევრჯერ ჩემპიონი. როგორი ვარჯიშე სასწავლო დღეს? რა ვიცი, კარგად, კაი ჭერა არის, ფოთაშორის პროსტა. სადავი სიგრძე არის. დასამუღამებელი. ამ საკვებურა რატომისაც არის სიტყვაზე. სადავი სიგრძე უნდა შეურჩი. დაიწყო ძელი და ნელა მოაკლო. აი ეს მაგარი ჩევა მეგობრებო. სოსგან. ნებისმიერ საკვებურა შეგიძლია შეურჩიო ისეთი სადავი რომ დაიწყო ჭერა. და სხვა საკვებურა რომ დააყენო ვეღარ დაიჭერ. კი ბატონო. მაგარი ჩევა. ეგრეა რა ლათო. რადო რა სიტყვი ამაში? ფაქტიურად ტურნირის და საკვებურას არის. ხო, ერთ საკვებურას დავაყენებ ერთი ერთი მოდელი რა, ერთი ფერმა და თელიტური თეზოოფილი რა. ისევში მეც ეგრევე ვარ შეთხეს. თუ რაღაცა სიტყვაზე ძალიან ქარი არ წამოვიდა, ან ისეთი ამირი რომ უბრალოდ თეზოოფ, აი დისტანციაზე სიმძიმეს. ალბათ უფრო ადვილია ერთ საკვებურაზე რო აეჭი რა. თორე რო უცვლი მე ირევი. ჩარტნის რეალიზაციაც და ამოკვრაც და გამოყენებული გაქვს იმ წონაზე რა. ფერას დავიწყე იმის დავამთავრე. არ შემიცვლია ვაში. საერთოდ. მიწოდება ტემპი თქვა იმ საკვების. ჭირაცა ბოლო შეცვალე. ამ უკანა კვანს რა, ვაკეთებ რუიანს. ეს. იმედია ჩანს მეგობრებო, თუ არა და მე საკეთ ჩავატარებ. ხო, რუიანს ვაკეთებ მარტო, ოღონ როგორ ჭიმავ ახლა გაჩვენებთ ამას. ერთი შეკრა და ზარკალას მოვიწვე თუ ეჭველი, მეგობრებო ჩვენ ახსე და ხო. ჩაგვიტარებს. ხო, ლექციებს. ხო, აი ესეთი რუიანი გამოდის. აი ეს, ოღონ დაჭიმვის დროს არავითარ შემთხვევაში ორივე არ უნდა დაჭიმო ერთად. აი ეს გადმოვაცილებ ხელს, უბრალოდ გაასწორებ ამას, ხელს გადმოვაცილებ აი ამას ტოვებ და ჭიმა მარტო აი ამას. ბევრჯერ სინჯე ხოლმე როცა ვთქვა ვამოწვევდის რომელი უფრო ძლიერი იქნებოდა გაწყვეტაზე. თუ ორივე მაგრდება, ხო? ორივეს თუ ჭიმავდი, მაგ შემთხვევაში ძალიან სუსტი იყო და თუ ეს უბრალოდ ასწორებ ამას, რომ სწორად იყოს და მე მარტო ერთს ჭიმავ. ამას ტოვებ ცალკე. და ინარჩუნებს ფაქტიურად 90%-ს რა.
ამიცაშვილს არასწავლე. ძალიან სუდი ისე. ამიცაშვილს არასწავლე, გააბაზრე. ძალიან პატარა ის აქვს, რამდენად პატარა ის არის. ეგრევე აბაზრებს. რა ვარია სიმო? მასწავლოთ აჯობია? ხარ. რა ვარი მონიტორი მე? პატარა ბავშვი ხო? ხო, ეხა უკვე ნენელა. არა, მაგარი ბავშვი. აბა ზარკალას შემოქმედება ნახოთ ახალი ვერსია რამე. საკვებს დაიტო. ეს არის ერთი 5 წლის უკანდელი გაკეთებული ფლეტი რა. და ლადო გააკეთო ჩვენც გვინდა ეგეთი დებედაზე ვიჩვენე ვაფშე რა. ყველაფერს ვიჩერდი. და გამოუშვი მე ფლეტი. ისა ლადო თუ შეიძლება გაყიდვაში ფლეტი მაინც უფრო პლასმასის ის როა გზემოდან უფრო უკეთესი არის. რომ არ ვიყლება ხო? ნესკავიც არედება და კარგად ზის რა. ეს ისე ო გასათვალო. მაგრამ ეს საკვებს კარგად მოსწევს. ზარკალს ეგ დაიტოვებს ძალიან მაგრად იმუშავებს ნესკავიც და აი ესენი როა გაწეული ძალიან შორის ესეც არედება რა ნესკავიც არ გამომდებია რა თითქოს არა ვაფშე რა. მაგდაგვარი პლასტიკის იყიდება ეს ბორტები როა გამოწეული და მე ყველა ეგეთი ფლეტები მაქვს მომწონს იმიტომ რომ რა ვიცი ეს არის რაღაც 80 გრამამდე იყო კაც დებედაზე რამის მეუბნები პრინციპი ვაგდებს. ეს დაბლა რატო ყრიანია? გასათვალო მინიმალურად და ხარისხიანად. ხო ისეთ არის. აი ხა 10 საკვებურა მასკალე 25 გრამიანი არის სიმძიმე არის შიგნით შეწეული რა ეს მაქსიმალურად და წვერი უჩანს აი ოდნავ რა ესეთი რა და იდეაში გავაკეთე იმისთვის რომ ამოკვრის დროს ესე წამოსულიყო რა ეს სიმძიმე რო წინა ხო ამოკვრის დროს მაინც ესე მოდის გამოტანის დროსაც და ესე მოდის ხო და წინააღმდეგობა მეტია რა ხო და ის იქით როა ცენტრი ქონდა აი სადღაც შუაში აი ხო და გამოკვრის დროს იყო ეს ცარიელი ადგილი ამოდიოდა რა იდეში რა თან ეს გრუზიც ხო ის არის წვეტიანია და წინააღმდეგობა ქონდა აი ორჯერ ნაკლები რა აი შოურები საკვებურას მიდარებით რა წინააღმდეგობა ძალიან ისა და გათხოვებ თვალე გავტესტე მაქვს ზარკალას ეხა აქ იმას აი რა ზარკალები მაქვს სამი ცალი ორი ცალი აქვს შემორჩენილი მეგონი რა გაიღვიძა გიომ რადო ეს უფრო მოვიდა ხუდის ბოთლი იქით ამალიჩი იო სადი ყავით რომ მაკარას ცოტა აცერავი რომ არ ამიქაფდეს ნიკოლოზი მეძახის რა ხდება გაო რა ხდება გაო ნამო მეძახი და გადაიღე რა ხდება ბიჭო ჩვენ ესეთი ვიდეო არხზე არ აგაქვს მე გეხვეწები ერთობლივი ვიდეო მეთქი არაო და ჰა აბა კიდე რა გეტყვი ნიკოლოზ რა გეტყვი რა უნდა გითხრა აი უკომენტაროთ ვერ ხედავ რა ხდება მოკლედ მე და ნიკოლოზი ძალიან ბევრ ვიდეო შემოგთავაზებთ ჩემ ახსენე და ნიკოლოზ ახსენე რა კარგად დავიწყეთ წელი რასაც აკეთებს ოღონდ ცოტა განსხვავებული გემო ექნება და აგერ ნიკოლოზი გეტყვის რატომ რატო და კახური ზეთი ექნება კახური ზეთიო სალათა ნაღდი სალათა ეგ არის აგე თევზი იწვება მეგობრებო აგე თევზი იწვება აბა დღევანდელ რაც ვეთქვი ძმაო ავიც რა უნდა გითხრა არაჩვეულებრივი საღამო ხობს თუ ვინმე დაინტერესებულია თევზაობით შეუძლია აი აქედან დაიწყოს და მერე ჩაერთოს თევზაობით და ფეხბურთი არა თავარი მოგებას უსურვებთ ჩვენს ბიჭს რომ ჩემპიონთა თასი ჩაიხუტოს რა უეჭველი ასეთი მზადება მიდით მეგობრებო საღამოსთვის
ველოდებით მეგობრებსაც რომ ჩამოვიდნენ. დღეს ნორმალურად დავლებთ. ვისიამოვნებთ რომ ხვალ შედალი ძაბური. უკვე დავლი. და მაცივარში აღიდე 80 ლიტრა ლოდი. დაკლა დავათროთ. ზარგალა ყვილად უზიხარდი. მაის პროცესში დახავთ ყველაფერს და ჩვენი ძმაც რამე უნდა აფრინოს. შო, მაშინ 4 შაბათ შეგვიდა დავზვეროთ ეხა რა ხდება სად. შეგიძლია ჩამომიტანოთ. აი. აბა დევადეი ვარჯიში. როგორ მე ცოტა ხანი ვარჯიშე. მაგრამ ნორმალური. ავიჭირე შამაირები. აი ხვალოს დახვდა, რა შედეგი იქნება. აბა პატო, რა ხდება ძმა? როგორ მოგიწევა ვარჯიშება დღევანდელი? ვერა. შედაბაწყაში მოგიწია და მაგითო იცახი. 40 წელი. ვიღა რა დრო. ბიჭო რავი შემეშინა. ვარჯიშე საათ და ველად შევედი რა იგი და ავიჭირე ვალე 40 წელს დავიჭირე. და იქით რო გავსულიყავი რაღაცა შეიძლება და არა უეჭოლი შეიძლება. დამიც. Onces. თო ყვაბა რა სიტყვი? რა სიტყვი და რა ვიცი. როგორ მოგეწონა აბა დღევანდელი ვარჯიში? დღეს ეჭობია. დავიდევზავეთ. დღევანდელი ვარჯიში როგორ მოგეწონა? შვენივრად. კარგი იყო, ხო? კაი შედეგი იყო. 2 საათში კაცთა მოკრიბეთ ბედაში. რაგე? ვაგრძელებთ მეგობრებო. ვარჯის. რაგე? ნულდით. აუწყოთ. ცოტა დავლიოთ, ცოტა. ცოტა რატო ბევრი უნდა დავლიო. აი დაალევიდე ცოტა ბევრი. აჰა, დრონიც აფრინდა ეხლა. აგერ ჩაერთო მერაბიშვილი. ჩართული ვარ რაც მოვედი. მერაბიშვილი ჩართულია. აგერ ჩვენი მეგობარი ძმაც ასხამს. ადრიალები. შენ ვიცი რომ ისე ცოტა გაქვსო, აბა? რა? და ჩაწერო ხოლმე ვიდეოები უეჭოლიო. მაგარი დღეა, მაგარი. მაგარი. კარგია. ბატა ნახეთ ახლა როგორ არის ფეხმოტეხილი. სალატას ჭი და აუ რამდენი ხარ დაკეთე სალატის ნახეთ რა მაგარი ბიჭო ეს იქნება წვათსაჯოვი. თავარი ინგრედიენტი მოვიტანო ახლა მანქანაში მე. ზეთი ახური ზეთი დააყოლეთ. აბა წამოვარდი. სპრიტ მე არ მიყვარდა. წამოვარდი. так, всё, аман ყველა კიდე რა.
ვიდეო. აუ იცი რა. მეგონი კარტოფილის წვრილი არ შეხია. Eta tauri, gata რა. დავით აბა რა სიტყვი? დემოდე დღეზე. რაო? სიტუაციაზე რა სიტყვი? აუ ჩვენიერი. აი განწყობით ვარ. მე ხელი დავიზი. სამწუხაროდ ვერ გამოდის დავითა რა გვეწყიდა ყველა საი ხელი დაიზიანა მეგობრებო და თორე ხვალ უნდა გამოსულიყო დავითაც. კალმა გამოსულიყავი, მაგრამ სამაგეროდ გარედან გიგულშება ტიპები. კაი ხარ. რაო, ვიდო. ხალხა გააკეთა გებიცები და საოცრება. გიორგი წაწყობს სადავეებს. საჩევებს მიცემ, აქ დამწყებს საჩევებს მიცემ გიო. იყვნენ უნივერსალური ნემსკავები, აუცილებლად. რომელიც გადასტილია ყველა სპორტსმენის მიერ. საქმე მაცალე ბიჭო ეს. და ასე თუ ისე ყველა სპორტსმენს აქვს თავისი საყვარელი ნემსკავი, რა თქმა უნდა. მაგრამ არსებობს უნივერსალური ნემსკავები, რომლებიც წვალოს ვარა ხვალე მაინც მომოუ. ჩემი ძმაკაცი კი არის, რა ლავ. ძმაკაცი უნდა მოუგო. აბა, სოსო რას ურჩევ, აბა? დამწყებებს რას ურჩევ? გამოცდილება. იმიტომ რომ გამოცდილ მეთევზეებს ბევრი თევზაობას ურჩევ, ბევრი თევზა. პრაქტიკა. პრაქტიკა, გამოცდილება, პრაქტიკა. მაგრამ რაზე დავახურე ეგ არ ვიცი. გაბინარე აქ შეჭა. აი ეს წვალოს პაატა მეგობრებო. აი ბიჭო. არა. თევზაობ მაგრად. რაია, გადავიფიქრე. სოსო. ნაცვალი. როგორ მიყვარს ეგ კაცი? ხვალე მოიგებს შენ. ნიკოლოზი ბეზახის. რა ხდება ნიკო? რა ხდება და ჩემთან დაიძინებ. ფოტო უნდა გადამიღო, აი. მე მოვასწრე. შედევთან, აი. აი ეგ არის მურკალი. აი მეგობრებო, დავით არის ჩვენ წარმომადგენელი ტურნირის და ეხლა მოგახსენებს რას წარმოადგენს ეს ტურნირი. ჩვენი კლუბი ჩამოყალიბდა 2000 თუ სწორად მახსოვს, დაჟე აღარც მახსოვს, სადღაც 2018 წელს პირველი ჩვენი ღონისძიება ჩავატარეთ კუმისის ტბაზე და მის მერე ჩვენი კლუბი დღევანდელ დღემდე ატარებს ყოველ წელს რეიტინგულ ტურებს. თავიდან ესე იყო, რომ ჩვენი კლუბი დაკეტილი იყო და მხოლოდ კლუბის წევრებს შეეძლოთ მონაწილეობის მიღება, მაგრამ მერე გადაწყვეტილება მივიკეთ და გავხსენით ყველა მონაწილეს. ასე რომ დღეს ყველა მონაწილეს, ყველა მსურველს შეუძლია ჩვენ ტურნირებში მიიღოს მონაწილეობა. რავი, წლიდან წლამდე ვითარდებით, ვცდილობთ შემოვიტანოთ ინოვაციები, ვცდილობთ გამერგოთ სიახლეები. ვცდილობთ შევქმნათ ერთი დიდი ოჯახი, ვინც ესეთ ლამაზად მიიღებს მონაწილეობას ტურნირებში და რავი, ვცდილობთ ვითანამშრომლოთ ყველასთან, ვისაც ეს სპორტი უყვარს, ვისაც უყვარს ეს ყველაფერი. კლუბს რა ქვია დავით? ეხლა ადრე ჩვენ დავიწყებთ როგორც ტრაბუკოს კლუბი, ანუ ერქვა ტრაბუკო Team Georgia, შემდეგ შევიცვალეთ სახელი და დღეს ქვია Eurofishing. ძალიან კარგი. და დღეს გამოვდივართ Eurofishing-ის სახელით და რავი, კიდე ახალგაზრდებს, დამწყებებს, სურვილებს, ვინც იქნება შემდგომში დიდი სიამოვნებით მივიღებთ ჩვენთან, გაუზიარებთ ჩვენ გამოცდილებებს, ვასწავლით, დავეხმარებით. აი შემოთავაზებაა ძალიან. კი. აი ხარით და სურვილი ექნება, შეუძლია ჩვენთან ჩვენ ტურნირებში მიიღოს. კი, გამოცდილება რომ მიიღონ, ჯობია რომ გამოცდილება რომ მიიღონ და თქვათ, შემდეგი ტრამპლინი იყოს, თქვათ, უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლის მაგალითად ფედერაციაში, ჩვენი ასე ვთქვათ, პლატფორმა შეუძლიათ გამოიყენოს სასწავლად.
ასევე გამოცდილების მისაღებად ჩვენც აგერ ბევრი გამოცდილი სპორტსმენი მონაწილეობს, ფედერაციის წევრებიც ბევრნი არიან და ჩვენ შეგვიძლია ბევრი ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ. კი ბატონო. ვასწავლოთ, გვერდში დაუდგეთ, რავი, ინვენტარით თქვათ, დავასაჩუქროთ და ასე შემდეგ. კი. ჩვენი კლუბის და ჩვენი სიცეს არის რომ ჩვენ დავეხმაროთ ახალბედა მეთევზეებს განვითარებაში. კი ბატონო. სამწუხაროდ დავითა ხვალ ყოფილიყო ჩვენი მოწინააღმდეგე ასე ვთქვა და ერთ-ერთი კონკურენტი ვიყავით. კი და აი ხელი დაიზიანა მეგობრებო და ხვალ ვერ გამოვა და სავარაუდოდ ხმარები მსაჯს, ხო? კი, გარედან გიგულ შემატკივრებს. ძალიან მეწყინა მართლა. ხო, ჩემი საყვარელი ტურია დამბა და მე ძალიან მეწყინა. მე მაგას ვიზახდი ნეტა სხვა ტურში მიმეგო მეთქი ეს დაზიანება და დამბაზე. რას ვიზახთ, ხდება ხოლმე, მაგრამ ეგ არაფერი, შემართებით ვართ ყველანი მაინც და გულ შემატკივრობთ, იმედია ხვალ კარგი ჭერა იქნება. დაწუნებული ვარ დღევანდელი შედეგებიდან გამომდინარე ხვალ კარგი ჭერა უნდა. კი, ძალიან დღეს კაი შედეგები იყო. აი, აბა ნახოთ ახლა გადავიდეთ. ახლა მალე უკვე აგერ იშლება უკვე სუფრა მეგობრებო. და დავიწყებთ უკვე მორხენას. აგერ თორნიკეთს აწყობს სადავეებს. სანამ დავიწყებთ кейპს. ხვევით დავაწყოთ, ხო? თორე მე ვეღარა აწყობს. მე მაინც ფიქრობ, რომ თევზი უწყოთ ვერ გასულს. კარგი. იგონებ რაღაცა. თუ გინდა რომ დაახჩოვნა მოიყო. იგონებ რაღაცა. სო დავიჯე, დავახოთ მოძა, დავამარილო, დავა ნიკო, ყოვა, დაგვიმარილო რა ნიკო. ო შენგაი. გახურეზე თიმა. მარარა. აგერ ჩვენ მეგობრები მასპინძელი მეგობრებო. აგერ მოგიმზადა რომ წვადი შევწვათ. და ახლა მალე მოვა მწვადი და შევწვათ კიდევაც. სქემში რამე რომელიც სქემში წავა ცოტა მე დავიჭერ შემდეგ მოიწე დავიჭერ კარგია, კაცო, ნახე რა ფერი მიიღო. ხაჭაპური. არაფერში არ მიიღე მონაწილეობა, მარტო იგი დაათრევე გემოკა. არა, რატო? რა, ხო ხოვე. ის ხო გაარჩია. თევზი. შამაია. ხო, თევზი გაარჩია. ხოვე რომ გავაკეთებდი, საათაშე მოგეხმარებოდი. არ მინდაო, ჩხუბი დაგიწყო, ჰა? ნახე რა ხაჭაპური იყო სკვადის გემო. ხაშლამაში რო კარტოფის ჩაატან, ხო იცი და მე ყველა კარტოფის აჭავს. ხაშლამ ტვენით რო იმას გააკეთებ, შილაფლავს. იგი მოვიდა ტარზანი კაცი. არ მოვაურო ამორდი. ხაჭაპურიც მოვიდა. არა, პირიქით. აი, გაალაგი ახლა მან და აი, ნახე ძმა ურტუჩი რა იქნება. შამპურები არ იქნებოდა. აი ხა წვადი შეიძლება მეგობრებო.
ხო და დავიწყეთ მოლხენას. მოლხენას. ხორცი უნდა გავძიძგნოთ. სანო კარავინ მოვიდეს და რამაც ხოლმე ხარ ეგბაზე. Δεν το άκουσα φίλε. Άρα φίλε, μაშίνο μαθώσει. Τώρα προστάτη, άλλο πούνα έξι. Πούνα έξι, δεράτρι άλλο προστέγα, μετά προστα. Κάμαρα, πα. Δεν ισάχαλο. გადაიგეძმა ეს რა არის ვაფერე გადავიღე Ega. Მეჭებო, ჩვენ მიწაწყალს გაუმარჯოს. ჩვენ საქართველოს გაუმარჯოს. ეს აგერ ქართულ მიწაზე ვიმყოფებით სიონში ასეთ ლამაზ ბუნებაში და მე მინდა აგერ სიონიდან დანახულ საქართველოს გაუმარჯოს. დავლოცოთ ჩვენი მიწაწყალი. მშვიდობა ყოფილიყოს ისევ და ისევ. კეთილდღეობა ყოფილიყოს და ჩვენ მომავალთაობას დამთინადებულ და მშვიდობიან საქართველოში ეცხოვოთ. გაუმარჯოს ჩვენ საქართველოს გაუმარჯოს ჩვენი სიონიდან დანახულ საქართველოს გაუმარჯოს ჩვენ ყველა კუთხეს და კოჭოს გაუმარჯოს და მალე ერთიანი და მთლიანი საქართველო ყველა ქვეყნის ქართველები. ქვევრის პირას უფრად ასცეს, შემოუსხდნენ ქართველები, შემოუსხდნენ გულალალი, მასპინძელი კახილები. მერიქიფემ სანამ ღვინის დასხმა ჩამოათავა, შავ ხევსურმა თუთის ხეზე ზღვარი ჩამოათხავა. იმერლებმა ხაჭაპური, რაჭველებმა ვიჩინა, მეგრელებმა ელარჯი და სუფრამ თავით იჩინა. პაპას რთველი დაულოცეს, დაეწაფნენ ვაზის სრემლებს და გზნობით ეფერებოდნენ კაწითელის ჟღანფელ ტევნებს. ადრიგძელეს მომავალი, მოიგონეს წარსული, ყანწითელ ლოცეს დედა ქართლის დააყვანი ქართული, მოიგონეს მამლუქებად დაყიდული ლომები, ქართლის ფარად აღბართული,
არაგველი ლომები. ადრიგძელეს იმიერი, ადრიგძელეს ამიერი, ახელებით შეზახოშდნენ, მოსცხეს მრავალი ჟამიერი. გურულებმა ყიმანჭული სუფრას თავბრუ ახვიეს, მეგრელებმა დიდო ნანა გოსნით ენის აფქვიეს. ქართველების მღელა ხენა ცისკიდემდე ისმოდა, დუდუკი და საზანდარი ცისკარს ეგერებოდა. ჩატულოს სამღეროდნენ, ხამა შემოესმათ მთებიდან, ბანს ამირანი აძლევდა კავკასიონით ქედიდან. ჰარალი, ჰარალი, ჰარარი ჰარალები, ქვევრში ხუჟოს მიხეროდა, სტუმრებით განახლა. შეგენაცვალებ. სუსუ დაჯიკი კაცო. ო, აგერ ზიმა. ეს ახლა ზიმა ყავი არ აქვს. ანუ ეს ზიმა. ეგზე რო ადგენ მობით ისა ნიკო შეგენაცვალე ჩემს მობილი. ამიდა დაჯდო მოვიდა. ჩემო მეგობარო, ჩემო საყოლეშო თავიანო ჩემო უგამანი. ჩემო წერებიანო ბელო. ამე ცალკე. ეს დაიდება უეჭელი გეულე. თორე რა ზარკალა გელაპარაკე გადავიწყო. ვინ თიულები? ელაია გაცავლე. იტევო აბა მოусულოთ თავადას. აბა ჩემო კარგებო, მე მინდა დედმამიშვილები დაგილოცო. ამინ. თქვენი ძმები, თქვენი დაიგოები. ღმერთმა ჯამთელები, ბედნიერები, გახარებულები იმყოფოთ და დალოცულები იყვნენ ყოველთვის. ჩვენი სისხლი და ხორცი არიან და ჩვენთვის ყველაზე ახლო ადამიანები არიან. მათთვის ყველას კარგი გვინა და ბოლო აი ყველაფერს გავიღებთ მათ გამო რა. დაგილოცავთ. ხანს ყავდეთ, გვერდით ყავდეთ, ჯამთელები, ბედნიერები, გახარებულები. აბა შეუერთეთ, მებო, აგერ ჩოხელების დამადობით, მებო. ვისაც გარდაცვლილი ყავს, ნათელი და სამთელი, მე ძმა მყავს პარტარა გარდაცვლილი და მისი ხსოვნა არ დავიწყება იმას. ძმაო ნიკო მოიგონოს გვერდმა. ჩემო ძამიკო. აგერ აკას დედმამიშვილი ყავს. ოთხნი ყოფილი ხარ, ჩვენს დამადობით, ძმაო, აგერ წვილი ყავს, დედმამიშვილი. ჯიგარ ჩოხელებს, ძმაო, აი. ჩოხელები ძმები. ბოდიში აგეთ მეც უფრაზე ესე. ორი ძმა ყავს, ხო? ერთი და თქვენ დედმამიშვილი. იგრძელებს, მებო, დედმამიშვილებს, მაგრამ იმყოფა გვერდმა. გახარებული ბედნიერები. ერთმანეთს გეხარო და გებედნიერებთ. ერთმანეთის წარმატება გახარებდეთ ხოლმე. აი, ეგ მოვიდა გიორგი დაჩიკო. მეგობარი ვარ ნოტების, მენჯერა დილის ნიავის და ვენა
ბიჭებო, ყველას გაგიმარჯოთ, ხალხო, ეხლა შემოვედი რა და პირველი სიტყვა მინდა გითხრათ, რომ უფლისადიდებელი ვთქვა რა. უფალი იყო ჩვენი შემწე, ჩვენი წყალობელი იყოს. ყოველი დღე მოგწესნაო სახენი და ბედნიერი რა. დაგლოცოთ ღმერთმა. გაიხარე. ეს კიდე შენია. ავერთ თებში რა იმის